ქუთაისში AIP საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დაფუძნდა. AIP-ის დამფუძნებლის მარიკა ვაჭარაძის თქმით, ორგანიზაციის მიზანი იქნება მოქალაქეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს. დეзинფორმაციის კამპანიის ფონზე, როდესაც ნატოზე და ევროკავშირზე არაერთ მითს ვისმენთ, ფაქტობრივად ქვეყანაში არ დარჩა ორგანიზაცია, რომელიც ისაუბრებდა ნატოზე, ევროკავშირზე და მოსახლეობას მიაწოდებდა ობიექტურ და მართალ ინფორმაციას. შესაბამისად, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ ეს სივრცე ფაქტობრივად ცარიელი დარჩა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო რაიმე პლატფორმა, რომელიც სწორედ მოსახლეობასთან რეგიონში იმუშავებდა და ჩვენ შევქმნით საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციის სახით, რომელიც იმუშავებს რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მისი დაფუძნება სწორედ რომ ქუთაისში მოხდა და სწორედ რომ სიმბოლურად დაემთხვა 28 ნოემბერს, მაშინ როდესაც ჩვენ გვამცნეს ევროინტეგრაციის პროცესში შეჩერება. ორგანიზაციის სამომავლო გეგმები ძირითადად მოსახლეობასთან ინფორმაციის მიტანას მოიცავს და ფაქტობრივად ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პირველ ეტაპზე იმერეთის რეგიონი, ხოლო შემდგომ ეტაპზე, ასე ვთქვათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიმუშაოთ. მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ და შევეცდებით გავაზრდოთ ის მითები, რომელიც წლების მანძილზე ბოლო 2 წელია განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ვრცელდება. ასევე უახლოეს მომავალშიც ვგეგმავთ რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიგეგმება ქუთაისში, განხორციელდება ქუთაისში და ასე ვთქვათ, შემდგომ ეტაპზე უკვე შევეცდებით, რომ დავფაროთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტები და რეგიონები.